მოდით ერთად გავარჩიოთ ეს ამოცანა, სადაც ყველაზე ხშირ შემთხვევაში იწერებოდა, რომ ეს არის ბ-პასუხი ან დ-პასუხის სწორი. აი ეს ორი ამ ორიდან ერთ-ერთი. მაგრამ რას უნდა მივაქციოთ ახლა ყურადღება და რა გავითვალისწინოთ ისე, რომ მექანიკური შეცდომა რასოდეს არ დავუშვათ. პირველი, რასაც ვაქცევთ ყურადღებას, ეს არის ყოველი კენტი ნატურალური რიცხვი შეიძლება ასე ჩავწეროთ. როგორ შეიძლება, რომ ყველა იყოს კენტი ნატურალური რიცხვი. კა, სადაც ნატურალურია, კას მნიშვნელობა თუ ნატურალური უნდა იყოს, აი პირველ შემთხვევაში რომ ვიმსჯელოთ მხოლოდ, ნატურალური რიცხვები იწყება 1-დან 1, 2, 3 და ასე შემდეგ. მაშინ 3 როგორ გამოისახება? მოდით დავიწყოთ პირველით. 3 თუ კი კას ნაცვლად ჩავწერ 1-ს მექნება პასუხად 3. თუ კი კას ნაცვლად ჩავწერ 2-ს მექნება პასუხად 6. და რადგან ყოველი კენტი უნდა ჩავწერო, მე კას მნიშვნელობა რომ ლუწი რიცხვი ჩავსვა, პასუხიც ლუწი მექნება. აქედან გამომდინარე პირველი პასუხი არ იქნება სწორი. ეხლა ვიმსჯელოთ მეორე შემთხვევაზე. 2k + 1. ეხლა აქაც განვიხილოთ ანალოგიურად, სადაც k ნატურალური რიცხვია. ყველაზე მინიმალური ნატურალური რიცხვი ეს არის 1-ის ტოლი და პირველ შემთხვევაში მექნება 2 × 1 + 2. 2 × 1 არის 2 და 1-ს რომ მივუმატებთ იქნება 3, 2 × 2 + 1 თუ k ორის ნიშნული იქნებოდა 5 და ასე შემდეგ. ეს რიცხვები იქნებოდა 3, 5, 7 და ასე შემდეგ. მაგრამ რადგანაც ყოველი კენტი ნატურალური რიცხვი უნდა იყოს, პასუხად ვიღებთ აბსოლუტურად ყველას კენტს, მაგრამ ეს არ არის ყოველი კენტი, იმიტომ რომ არსებობს კიდევ ერთი კენტი ნატურალური რიცხვი და ეს არის 3, ერთი უფრო სწორედ, რომლიდანაც ეს არ დაწყებულა და ჩვენი პასუხები დაიწყო 3-დან. ამიტომ ამაზე ცოტა ხანი თავი შეიკავეთ და გადადით შემდეგზე, იმიტომ რომ არსებობს ისეთი მაგალითები, სადაც ამ ამონარჩევი, ამ მოცემული მაგალითებიდან დაავარჩიოთ საუკეთესო შემთხვევაში და ის უნდა შემოვხაზოთ, ან ზუსტად უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რომელი დააკმაყოფილებს სრულად პირობას. ეხლა მესამე შემთხვევა რო განვიხილოთ, მექნებოდა 2k - 1, სადაც თუ k-ს მნიშვნელობას ჩავსვავდით 1-ს მექნებოდა 2 × 1 - 1 და იქნებოდა 1, თუ k-ს მნიშვნელობად ჩავსვავდით 2-ს მექნებოდა 4-ს - 1 იქნებოდა 3, თუ 3-ს ჩავსვავდით იქნებოდა უკვე 5 და ასე შემდეგ. აი აქ უკვე პასუხები დავიწყეთ 1-დან. ეს იქნებოდა პასუხში 1, 3, 5 და ასე შემდეგ. ამიტომ აქ არ არის სრულად მოცემული ყველა კენტი. აკლია ერთიანი. და აქ უკვე პასუხები დაიწყო 1, 3, 5 და ასე შემდეგ. და აი ეს არის ის ჩანაწერი, სადაც სრულად ყველაფერი გვექნება მოცემული. ყველა კენტი ნატურალური რიცხვი. 4k - 1-დაც რა თქმა უნდა, პასუხები ყველა იქნებოდა კენტი, 4k - 1, თუ k1 იქნებოდა 4 × 1 - 1 იქნებოდა 3, მერე თუ k2 იქნებოდა, მექნებოდა 4 × 2 - 1 და ეს იქნებოდა 8-ს რომ 1 გამოვაკლოთ 7 და აქ გამოტოვებული გვაქვს 5, გამოტოვებული არის ჯერ 1, მერე 5, მერე შემდეგი რიცხვი იქნება კიდევ გამოტოვებული, ხო? ყოველ ორ კენტ რიცხვს შორის შუა კენტი რიცხვი იქნება გამოტოვებული. აქაც პასუხებს ყველას კენტს მივიღებთ, მაგრამ არ იქნება სრულად. მაკლია აი აქ კიდევ კენტი რიცხვები. რადგან ყოველი კენტი ნატურალური რიცხვი უნდა მივიღოთ, ერთადერთი რა შემთხვევაშიც მივიღებთ ამას, იქნებოდა მესამე შემთხვევაში, როდესაც გვაქვს 2k - 1. აი ეს არის სწორი პასუხი, სადაც აბსოლუტურად ყველა პასუხი იქნება კენტი და ამომწურავად, მოდი ესე ვიტყვი, დაიწყებოდა 1, 3, 5 და ასე შემდეგ. აქაც ყველას კენტს მივიღებთ, მაგრამ აქ გვაკლია ერთიანი. ამიტომ ეს არ ექნება სწორი. იქნება აუცილებლად მხოლოდ მესამე და ამიტომ არის B პასუხი სწორი და არა D. D შემთხვევაში მეორე პირობაც სრულდება, მესამე პირობაც სრულდება, მეოთხეც სრულდება, ყველგან ვიღებთ კენტ პასუხებს, მაგრამ ყველა კენტი რიცხვი რომ დავასახელოთ, ამისთვის მჭირდება მხოლოდ 2k - 1-ის ასე ვთქვათ ფორმულა, რომ ჩავსვა ყველა k-ს ნატურალური მნიშვნელობა და მივიღო ყველა კენტი რიცხვი პასუხად აბსოლუტურად. სულ ეს არის, რაც მინდოდა რომ მეთქვა და ამეხსნათ, როგორ შეიძლება მივიღოთ სწორად, ისე რომ არ დაუშვათ მექანიკური შეცდომები და პირდაპირ რომ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ, დაუბრუნდი, გადავლახე ყველანაირი პრობლემა, რაც ჩემს შვილს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და კიდევ წინ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ, ასე რომ გამომყევით როგორც Facebook, ასევე TikTok ან YouTube გვერდზე და ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავთ დროებით.